გლობალური ეკონომიკის ძალთა ბალანსი 25 წლის წინ 2000 წელს დღევანდელისგან სრულად განსხვავებულად გამოიყურებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელსაც 200 წელზე მეტის გასვლის შემდეგაც პოზიცია არ დაუკარგავს და კვლავ პირველობას ინარჩუნებს. 25 წლის წინ შტატების ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, დღეს კი 30 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი ცვლილებაა მეორე პოზიციის განხილვისას. 2000 წელს მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა იაპონია იყო. 5 ტრილიონი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტით. 25 წლის გასვლის შემდეგ კი იაპონიის ეკონომიკაში მკვეთრი ვარდნა. მშპ დღეს 4.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ამ მონაცემით ის მეოთხე ადგილს იკავებს. იაპონია ჩინეთმა ჩაანაცვლა, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მასშტაბური ზრდა ჰქონდა. თუკი 2000 წელს მეექვსე პოზიციაზე წარმოდგენილი ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1 ტრილიონ 200 მილიარდი დოლარი იყო, ახლა ის მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის რიგით მეორეა. მისი ნომინალური მშპ კი 19.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. უცვლელია მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ეკონომიკა. ამ ადგილს 25 წლის შემდეგაც გერმანია იკავებს. 2000 წელს მისი მშპ 2 ტრილიონი დოლარი იყო, ახლა კი 5 ტრილიონ დოლარს აღწევს. კვლავ პოზიციების დაკარგვას ხვდებით მეოთხე ადგილის შემთხვევაში, რომელიც საუკუნის დასაწყისში დიდ ბრიტანეთს ეკუთვნოდა თავისი 1.7 ტრილიონი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტით, თუმცა ახლა გაერთიანებული სამეფო მეექვსე ადგილზე ჩამოქვეით და მისი მშპ კი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ასევე ცვლილებას ხვდებით მეხუთე პოზიციაზე, სადაც 2000 წელს საფრანგეთი ლიდერობდა 1.4 ტრილიონი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტით, თუმცა საფრანგეთი ამჟამად მეშვიდე ადგილზეა წარმოდგენილი და მისი მშპ 3.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, როცა მეხუთე ადგილი ინდოეთმა დაიკავა. ინდოეთის შემთხვევა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, საუკუნის დასაწყისში ეს ქვეყანა ათეულშიც კი ვერ ხვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ განვითარებად ეკონომიკად განიხილება, ბოლო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის საკმაოდ მასშტაბური ზრდა დააფიქსირა და ახლა აქ ნომინალური მშპ 4.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, პროგნოზების მიხედვით, ინდოეთი მიმდინარე წელს მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ეკონომიკა გახდება. ამას ხელს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ხელსაყრელი დემოგრაფიული სტრუქტურა და მასშტაბური ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში უწყობს.